მოგესალმებით, როგორც ვიცით, გვიახლოვდება ჩინური ახალი წელი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოგიმზადოთ რამოდენიმე რეცეპტი აზიური მიმართულებით, რომელიც თქვენ მარტივად შეგიძლიათ რომ სახში თქვენვე ყველანაირი დიდი, ესე რომ ვთქვათ, ძალისხმევისა და შრომის გარეშე მარტივად მოვამზადოთ და ძირითადად ეს რეცეპტები არის შანშის პროდუქციაზე დაყრდნობით. Როგორც მოგეხსენება, შანში არის მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი და კარგი კომპანია, რომელიც აწარმოებს აზიური მიმართულების პროდუქციას, როგორც არის ზეთები, სოიოს соуსი, ხამანწკების соуსი, სხვადასხვა ბოსტნეული, ასევე ატრია იგივე ნუდლები და ასევე მზა соуსები, რომელთაც შეგიძლიათ უბრალოდ მარტივად გახსნათ, აურიოთ და გემრიელად მიიღოთ. შანშის პროდუქციასთან ერთად საჭმლის კეთება მარტივი არის თქვენთვის სახში, ამიტომ მოდი დავიწყოთ კერძების კეთება. შეგახსენებთ, რომ შანშის პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ნიკორას სუპერმარკეტებში. ჩვენ დღევანდელი კერძისთვის დაგჭირდება ზეთი, სხვადასხვა აქ არის ამ შემთხვევაში ვოკის ზეთი ხმარ, დაგჭირდება ხამანწკების соуსი, სოიოს соуსი, სახამებელი, ნიორი, ჯინჯერი, ბროკოლი, საქონლის ხორცი, ღვინო, ამ შემთხვევაში ჩვენ წყალი გვაქვს, მაგრამ ჩვენ შეგიძლიათ სახში მარჯვენა ბულიონი გამოიყენოთ. ამ კერძს ქვია მოთუშული საქონლის ხორცი, ბროკოლთან ერთად და შეზავებული, შენელებული სხვადასხვა соуსებით, როგორც არის სოიოს соуსი, ოისტერ соуსი და ასე შემდეგ. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, ამ შემთხვევაში ავიღოთ საქონლის რბილი ხორცი. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს კისრის ნაჭერი, რომელსაც დავჭრით. თავარი არის პირველ რიგში რომ ეს გავასუფთავოთ და ვეცადოთ, რომ ხორცი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. იმიტომ რომ ეს ხორცი მე უნდა დავამარინადოთ. ამ შემთხვევაში თხელ ნაჭრებად დავჭრით, იმიტომ რომ გამომდინარე აქედან მარტივად აიღოს ის მარინადი, რომელსაც მოვამზადებთ სოიოს соуსით და ოისტერ соуსისაგან. სოიოს соуსი არის დაახლოებით ამ შემთხვევაში დაგჭირდება 1 სუფრის კოვზი, დაგჭირდება ჩვენ ასევე ზეთი მარინადის, რომელიც მიცემს მოხალული მიწისთხილის არომატს, დაახლოებით 2 სუფრის კოვზი ღვინო და აუცილებლად დაგჭირდება კიდე სიმინდის ახამებელი. კარგად ესე შევაზილავთ ერთმანეთს, რა. მოდი ახლა დავიწყოთ ბოსტნეულის მომზადება და პირველი საფეხური რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ბროკოლი მოვამზადოთ მოსაწალად. სასურველი არის ყოველთვის, როდესაც ბროკოლს ადუღებულ წყლიდან ამოიღებ, ყოველთვის გადაიტანოთ ყინულიან წყალში, რომ პროცესი ეგრევე შეჩერდეს ხარშვის და ბროკოლმა შეინარჩუნოს ის ხასხასა ფერი, რომელიც მას გააჩნია. ხახვი დავჭრათ ერთი თავი დაახლოებით ამ შემთხვევაში. სასურველი არის თუ პატარა ნაჭრებად, იმიტომ რომ მარტივად მოვზადეს და კარგად გაიხსნას. ნიორს ჯერ ესე კარგად გავჭრით და მერე ძალიან უნდა გადავბეგოთ. მოკლედ ჯინჯერი გავთვალოთ. ჯინჯერის გათვლის შემდეგ ჯინჯერს დავჭრით ასევე პატარა კუბიკებად. სულ ბოლო პროდუქტს, რომელსაც დავჭრით, იქნება ნიახურის ღერო, ხელ ნაჭრებად. ეხლა მოვამზადოთ соуსი, რომელსაც მოვამზადებ სოიოს соуსი დაახლოებით 2 სუფრის კოვზი, ხამანწკების соуსი, იგივე ოისტერ соуსი დაახლოებით 3 სუფრის კოვზი, დაგჭირდება ბულიონი ამ შემთხვევაში ან წყალი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, შავი პილპილი გემოვნებით და დაახლოებით ასევე 1 სუფრის კოვზი სახამებელი, რომ მე ეს соуსი დუღილის დროს კარგად შესკელდეს. ანუ ვურევთ იქამდე ძალიან კარგად, სანამ სახამებელი ბოლომდე კარგად არ გაიხსნება და შემდეგ უკვე ბოლოში, როდესაც ყველა ამ მომზადებულ ინგრედიენტს ტაფაში ერთად მოვათავსებთ, უმატებთ соуს. ბოლო შტრიხი, რომელიც ჩვენი კერძისათვის არის საჭირო და ბოსტნეულში გვექნება საჭირო, ეს არის მწვანე ხახვი. ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ცოტა დიაგონალზე თხლად და გრძლად დავჭრათ და არასდროს მწვანე ხახვი არ მიცეთ თავიდან საჭმლის კეთების დროს, იმიტომ რომ ბოლოსკენ უკვე როდესაც საჭმელი თითქმის მომზადებისკენ მიდის, დაუმატოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ შეინარჩუნოს ის ცოცხალი გემო და არომატები, რაც მას გააჩნია. გახურებულ ტაფაში ჩავასხამთ შანშეს ვოკის ზეთს. პირველი, როდესაც კარგად გახურდება, უნდა მოვბრაწოთ ხორცი, რომელიც დამარინადა თავის მარინადში. ცოტა ხანი ვაცადოთ, რომ დაიბრაწოს. მოკლედ ხორცი რომ მოიბრაწება, უნდა ამოვიღოთ და იგივე ტაფაში. პირველ რასაც ვაკეთებ, თუშავთ ხახვი, ნიორი, ჯინჯერი და ნიახური. და უნდა მოვთუშოთ იქამდე, სანამ ეს ბოსტნეული ოქროს ფრად არ მოიბრაწებს.
დავამბრუნებთ ამ ხორცს შიგნით, ასევე ჩვენ მოწალულ ბროკოლის, დავასხამთ соуს და კიდე ერთად დავადუღებთ ყველაფერს რა. დესკერძი შეგიძლიათ მირთვათ უბრალოდ ესე. შეგიძლიათ მირთვათ ასევე ბრინჯთან ერთად. ბოლოს უკვე დასრულებულ კერძს მოვაყარეთ მოხალული სეზამი, რომ მივიღოთ ის გემრიელი მოხალული არომატები ჩვენ კერძში და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ შანშის პროდუქციით თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ სახში მოამზადოთ ნებისმიერი სხვა აზიური კერძი. შანშის პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ნიკორა სუპერმარკეტებში. ამით ეს კერძი დასრულებულია. ჩვენ კი შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.